მე ვარ ანდრია მაისურაძე, 5 წლის ვიყავი, როცა შევედი ფეხბურთზე და ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ თამაშობ და ფეხბურთის გარეშე, არ წარმოვიდგენია ცხოვრება, ძალიან ყურებაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და თამაში მithomets. 13 წლის ანდრია მაისურაძეს თითქმის ყველა მაისას სახელით იცნობს. ზედმეტ სახელი საფეხბურთო მოედანზე შეარქვეს. სპორტის ესახეობა მისთვის უბრალოდ ჰობი არ არის. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ეს გზა მარტივი არ ყოფილა. 11 წლის ასაკში ანდრიამ ფეხბურთის თამაში დროებით შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კი მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამ ამბიდან მალევე აღმოაჩინა, რომ ფეხბურთის გარეშე ვერ იცხოვრებდა და საკუთარ თავს ახალი მიზანი მოედანზე დაბრუნება დაუსახა. დაახლოებით 8 თვეში 17 კილოგრამის დაკლება მოახერხა. პირობა შეასრულა და დღეს ის საფეხბურთო კლუბ თბილისის შემადგენლობაშია. ანდრია დაახლოებით 1 წელია რაც ჩვენთან მოვიდა. ანდრიაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ დღეს ცოტა მოკლედ გეტყვით და ყველაფერს ჩავატევ. ანდრია არის ძალიან თავმდაბალი, ძალიან მეგობრული. ყველანაირ ნიჭი აქვს, რასაც ფეხბურთის თამაში დაეხმარება. პირველ რიგში რაც არის ძალიან უყვარს თავის საქმე, ძალიან მონდომებულია და გონია რომ ყველაფერს მიაღწევს. იმიტომ რომ ესეთმა პატარა ბავშვმა რომ ამდენი რამე მოიკლოს და ფეხბურთს მიცეს, მე მართლა ნანახი არ მყავს და გაუმართლებს ამდენი შრომით და მონდომებით. წარმატების გზაზე ანდრიას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ოჯახი, მეგობრები, სკოლა და გუნდი, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი მხარდამჭერი მაინც დედაა. მაშინ, როცა ანდრიას ყოველდღიურობის დიდი ნაწილი სპორტს, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება, სწორედ დედაა ის ადამიანი, რომელიც მას სწორი მიმართულებების განსაზღვრაში ეხმარება. ანდრიას კლების პროცესში მე არანაირი წვლილი არ მაქვს. ეს არის სუფთად მისი ამბავი. მაგრამ მე მაქვს მის აღზრდაში. მე მას ყოველთვის ვამხნევებდი, იმ ხრივ, რომ ყოველთვის მივყვებოდი ყველანაირ სისულელეში. ოღონდ არასდროს არ მავიწყდებოდა მისი არასწორი საქციელი. არ ვივიწყებდი მანამდე, სანამდე მე მას მაგალითს არ ვაჩვენებდი. არასდროს არ ვსვავდი ჩემშვილებს სტანდარტებში. მე ყოველთვის მათ ვაძლევდი თვითონ არჩევანის გაკეთების უფლებას. წლის იყო პირველად რომ შევიდა ფეხბურთზე, მოვიდა ერთხელ და გვეუბნება დედაო, ვიღაც ბაბუაო გარეთო და მეუბნებაო, რომ შენ ჩემთან უნდა წაგიყვანო. ძალიან შევშინდით. რას ნიშნავს შენთან უნდა წაგიყვანო? ჩაუსაფრდით ამ ბაბულს, ვინ ეუბნება, მერე კიდე მოვიდა, კიდევ ნახევრის ბაბუო და კიდე მითხრა, რომ ჩემთან უნდა წაგიყვანო. მოკლედ ვერ ვიპოვეთ ეს ბაბუ, ვინ და სად მიყავდა ანდრია და მერე მოგვაკითხა სახლთან დაგვიძახა და 95 სკოლის თანამშრომელი იყო ბატონი ირაკლი და გითხრა რომ წაგიყვანთო, ბავშვი უნდა მოიყვანთო, რა თქმა უნდა წავიყვანეთ. მაქედან დაიწყო ხო უკვე ფეხბურთის თამაში. მისი დღე ყოველდღე ერთნაირი არ არის. ის თვითონ არეგულირებს დღის განრიგს. როცა კლების პროცესში იყო, მაშინ ყოველდღე 7 საათზე იღვიძებდა, 7-დან 9-მდე ვარჯიშობდა, მერე მოდიოდა სკოლაში, სკოლა 10:30-ზე ეწყება, სკოლაში მიდიოდა, 5-ზე მოდიოდა სახლში, ცოტას ისვენებდა და მერე 7-ზე გადიოდა სავარჯიშოდ და 10:30-მდე ვარჯიშობდა. მოდიოდა, წესრიგდებოდა და იცინებდა. მისთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც დაარღვევს თავის ძილის გრაფიკს. ყველანაირ ზღვარს ცილდება მისი შრომის მოცულობა. არ ვიცი, დილის ეს რეჟიმი, ეს დისციპლინა ძალიან რთულია რა. ამის ყურებაც კი რთულია დედისგან. ანდრიას დიდი სპორტული მიზნები აქვს. მის გულშემატკივრებს კი სჯერათ, რომ ასეთი ნებისყოფა, თავდადება, დაუღალავი შრომა და ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მას ოცნებების ახდენასა და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარება.